ლუის ენრიკე მარტინეს გარსია დაიბადა 1970 წლის 8 მაისს ესპანეთის ჩრდილოეთით, სანაპირო ინდუსტრიულ ქალაქ ხიხონში. ქალაქის მოსახლეობა 300,000-ზე ნაკლებია და ადგილობრივები ძირითადად მუშათა კლასისგან შედგებიან. მისი მშობლები იყვნენ ლუის მარტინესი და მარია გარსია. მამამისი ლუის მარტინესი პედიატრი იყო, ხოლო დედამისი მარია გარსია ბუღალტერი. ლუისი ბავშვობიდანვე დაინტერესდა ფეხბურთით, ამიტომ მშობლებმა ის 11 წლის ასაკში ადგილობრივი კლუბ სპორტინგის აკადემიაში ჩარიცხეს. მან ბავშვობაშივე მიიღო მეტსახელით ლუჩო, მექსიკელი ფეხბურთელის, ლუჩო ფლორესის პატივსაცემად. ენრიკეს წარმატება შთამბეჭდავი იყო და რამდენიმე წელიწადში მან დებიუტი აღნიშნა სპორტინგის ახალგაზრდულ გუნდში, ხოლო 19 წლის ასაკში ძირითად შემადგენლობაში დააწინაურეს. მოკლე დროში სხვადასხვა პოზიციიდან 11 გოლის გატანით, მან გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე გაიყვანა და ჟურნალ დონ ბალონის რეიტინგში საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. 1991 წელს ენრიკემ თავისი პირველი მნიშვნელოვანი კონტრაქტი გააფორმა მადრიდის რეალთან, სადაც ის 1996 წლამდე თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში მან 147 თამაში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა. თუმცა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ლუისი არასდროს გამხდარა მადრიდის გუნდის ძირითადი მოთამაშე. მისი მოღვაწეობის დასასრულს კი მან სასტარტო შემადგენლობაშიც კი დაკარგა ადგილი. ენრიკემ უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და ბარსელონას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ცოტა ფეხბურთელი თუ განახორციელებდა ასეთ პირდაპირ ტრანსფერს. ლუისი კატალონიელთა რიგებში 2004 წლამდე თამაშობდა და არა მხოლოდ რეგულარული მოთამაშე, არამედ მათი კაპიტანიც გახდა. მან ბარსას რიგებში 207 მატჩი ჩაატარა და 73 გოლი გაიტანა. ენრიკე ბარსელონას თავის მშობლიურ კლუბად მიიჩნევს. ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრებთან ერთად სამ მსოფლიო ჩემპიონატზე 1994, 1998 და 2002 და 1996 წლის ევროზე თამაშობდა. მან ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 62 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. 1992 წელს ბარსელონაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მთელი თავისი პროფესიული კარიერის განმავლობაში ენრიკემ 400-ზე მეტი მატჩი ჩაატარა და 102 გოლი გაიტანა. ენრიკემ სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს დაიწყო. თავდაპირველად მან ბარსელონა ბ-ს ჩაუდგა სათავეში, სადაც 2011 წლამდე დარჩა. შემდეგ მან ძალები უფრო მაღალ დონეზე სცადა, თავდაპირველად რომაში. თუმცა 2011-12 წლების სეზონში მისმა გუნდმა მხოლოდ მე-7 ადგილი დაიკავა და მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა. შემდეგ ესპანელმა 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი სელტა ვიგოსთან, თუმცა მისი იქ ყოფნაც ხანმოკლე აღმოჩნდა. ლიგაში მე-9 ადგილზე გასვლის შემდეგ ესპანელმა მწვრთნელმა წასვლა გადაწყვიტა. სელტასთან პროგრესი აშკარა იყო, რადგან გუნდი ლა ლიგაში დარჩენაზე ბრძოლობდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ენრიკე სელტას დატოვებდა, ბარსელონას მხრიდან მის მიმართ ინტერესი რომ არ ყოფილიყო. ლუისი კატალონიელებს 2014 წლიდან 2017 წლამდე წვრთნიდა და პირველ სეზონში ოქროს ტრიპლეტი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და ესპანეთის თასი მოიგო. სულ, მისი ხელმძღვანელობით, ბლაუგრანამ 3 წელიწადში 16 შესაძლო ტიტულიდან 9 მოიგო. 2018 წელს ის ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში. 1997 წელს ენრიკე დაქორწინდა ელენა კალელზე. მათ 3 შვილი ეყოლათ, ვაჟი პაკო და ქალიშვილები სირა და ქსანა. 2019 წელს ქსანა ძვლის სიმსივნით გარდაიცვალა. ისინი 5 თვის განმავლობაში იბრძოდნენ მისი სიცოცხლისთვის, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. ის მხოლოდ 9 წლის იყო. უბედურება მწვრთნელი აიძულა, ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაეტოვა. მოგვიანებით დაბრუნებულმა ლუისმა გუნდი ევრო 2020-ის ნახევარფინალში გაიყვანა, რაც ესპანეთის საუკეთესო შედეგია 2012 წლის შემდეგ. თუმცა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყატარში გუნდი მერვედფინალში მაროკოსთან დამარცხდა და ლუის ენრიკემ თანამდებობა დატოვა. ლუის ენრიკე ექსტრემალური სპორტის დიდი მოყვარულია. სპორტიდან წასვლის შემდეგ მან გარკვეული დრო ავსტრალიაში გაატარა, სადაც სერფინგით დაკავდა და ისვენებდა. ასევე მონაწილეობდა ევროპის ტრიატლონის ჩემპიონატსა და რამდენიმე მარათონში. 2023 წლის ივლისში ესპანელი მწვრთნელი ფრანგულ პარი სენ-ჟერმენს ჩაუდგა სათავეში. პირველ სეზონში მან საფრანგეთის ყველა შიდა ტიტული, ლიგა 1, თასის სუპერთასი მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია. მეორე სეზონში PSG ჩემპიონთა ლიგის ფინალში 5 წლის შემდეგ პირველად გავიდა.
2025 წლის თებერვალში ლუის ენრიკემ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა. 2024-25 სეზონში ენრიკემ ყველა ტიტული მოიგო საფრანგეთისში და ჩემპიონატში და პირველად კლუბის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგა და სუპერთასი.